როდესაც ღვთის მოწოდების მისაღებად მზად ვართ, მის ხმას მაშინვე ვეთანხმებით და შედეგად ამ მოწოდებას ჩვენთვის კი არ ვინახავთ, არამედ მოყვასაც უზიარებთ. ამგვარად უფალი მათ მიმართავს, ვინც მისი მიღებისთვის მზადაა, ელისმას და მოსმენად შეუძლია. უფალი რომელიმე ადამიანს არ გამოჰყოფს, არამედ თავად ადამიანები განსაზღვრავენ ღვთის მოწოდებას თავიანთი შინაგანი მზაობით. უფალი რომ მოგვიწოდებს შემოვიდე ქმე, აი ეს არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს. ჩვენი ცხოვრება ქრისტეს მიბაძვა უნდა იყოს და შემდეგ უკვე სასულიერო პირი თავისი წმინდა ცხოვრების მეშვეობით ადამიანთა მებადურიც ხდება. სწორედ საკუთარ მაგალითზე გვიჩვენა გზა, თუ როგორ უნდა მივიზიდოთ ადამიანები. კაცთა მებადურობა ხელოვნებაა. ეს საქმე სახელდახელოდ და სათანადოდ შესწავლის გარეშე არ გამოვა. ამიტომაც ჩვენ სასულიერო პირები უპირველესად ქრისტეს მიმდევრები უნდა ვიყოთ. ასევე ეკლესიის მწყემსები, ჩვენი სულიერი მამები, მღვდლები და ეპისკოპოსები კაცთა მებადურნი უნდა იყვნენ, უნდა იცოდნენ, როგორ მიიყვანონ ადამიანები ქრისტესთან. ეს უნდა იყოს თევზაობა მარადიული სიცოცხლისთვის და ღვთის სასუფეველისთვის. დაგლოცეთ მეუფეო. ქრისტემ დაგლოცოთ. სულთმოფენობის მეორე კვირაა და სახარების საკითხავების ახალი ციკლი დაიწყო. განსრულდა პერიოდი აღდგომიდან სულთმოფენობამდე. უფლის საქმიანობა პირველი მოწაფეების გამორჩევით იწყება. ვიდრე ამ კვირის სახარებაზე გადავიდოდეთ, შესავლის სახით გთხოვთ ვისაუბროთ, როგორ მივიღოთ უფლის მოწოდება, რათა ეკლესიის საიდუმლოებების თანამონაწილენი გავხდეთ. ეკლესიის საიდუმლოებაში მონაწილეობისა და ცხონებისაკენ თითოეული ადამიანია მოწოდებული. ღმერთი არავის გამოყოფს და არც მიკერძოებას ჩვევია. თუმცა ყველა როდია მზად ღვთის სიტყვის მისაღება და გარდა ამისა არც ყველას უნდა ქრისტეს მოწოდების მიღება. ამგვარად უფალი მათ მიმართავს, ვინც მისი მიღებისთვის მზადაა, ელისმას და მოსმენად შეუძლია. უფალი რომელიმე ადამიანს არ გამოჰყოფს, არამედ თავად ადამიანები განსაზღვრავენ ღვთის მოწოდებას თავიანთი შინაგანი მზაობით. სხვაგვარად უფალი მიკერძოებული იქნებოდა და არა პირუთმელი მსაჯული და მარადიული სასუფევლისკენ ყველა ადამიანის მომწოდებელი. ამიტომაც ამბობს ქრისტეს სახარებაში, არა თქვენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიეთ თქვენ. ქრისტემ ის ადამიანები გამოარჩია, რომელთაც მასთან სიახლოვე სურდათ. თუმცა თავად ქრისტეს უკლებლივ ყველასთან ახლოს ყოფნას გურია. ჩვენ კი ჩვენივე ნებით უფალს არ პასუხობთ. ამიტომაც ღვთის ეს მოწოდება როგორღაც შერჩევითად გამოიყურება ხოლმე. ადამიანზეა დამოკიდებული, მოუწოდებს მას ღმერთი თუ არა. ერთი სიტყვით, მოწოდება ყოველ ადამიანს მიემართება და მუდამ ასე იყო. დიახ, სწორედ ასეა და ამიტომაც არის სახარებაში ნათქვამი. ოდეს აუმაღლდე ქვეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა. უფლის სურვილი იყო ყველა მასთან მისულიყო, მაგრამ ვიცით რომ ქრისტეს მოწოდებას ყველა ადამიანი არ პასუხობს. იმიტომ კი არა რომ მოწოდება ყველასკენ არ არის მიმართული. რა თქმა უნდა ის ყველასთვისაა, მაგრამ ჩვენ არ ვართ ხოლმე მზად იმ მომენტში, ან საერთოდაც არ გვსურს ამ მოწოდების მოსმენა. წინასწარი მომზადება თუ არის საჭირო, რომ ღვთის განზრახვა და ნება შეიცნო. ცხადია, მომზადება საჭიროა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ადამიანის მხრიდან ნებაა საჭირო. ღმერთი ჩვენს თავისუფლებაზე არ ძალადობს, მისი ხელყოფა არ სურს. შეუძლია, მაგრამ არ ნებავს. ჩვენს აბსოლუტურ თავისუფლებას ცემს პატივს და მის მოწოდებაზე პასუხი უნდა, რომ მის სიყვარულზე თავისუფალი პასუხი იყოს. და როგორ გავახილოთ თვალი და გავხსნათ გული, რომ ეს მოწოდება შევიგრძნოთ. თუ კეთილი განწყობა და დამოკიდებულება გვაქვს, ღმერთი ცხოვრებისეული მოვლენებით წაგვიძღება გულის გახსნისკენ და ღვთის სიტყვის მოსასმენად მოგვამზადებს. ესაა სწორედ რასაც სახარება ამბობს, რომელს აასხენ ყურნისმენად ისმინენ. და მეუფეო, მაინც რა ხდება ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც ქრისტეს მოწოდებას ვისმენთ. როდესაც ღვთის მოწოდების მისაღებად მზად ვართ, მის ხმას მაშინვე ვეთანხმებით და შედეგად ამ მოწოდებას ჩვენთვის კი არ ვინახავთ, არამედ მოყვასაც უზიარებთ. ამაზე სხვა დროსაც გვისაუბრია. სიყვარული ინდივიდუალური მოვლენა არ არის. მას მაშინვე გაზიარების სურვილი ახასიათებს. მოყვასთან თანაზიარება სიყვარულისეული გამოცდილებაა. რით განსხვავდება ღვთის მოწოდება, რომელსაც ყველა ადამიანი იღებს სამღვდელო მოწოდებისგან. ღმერთი ყველა ადამიანს თავის სიახლოვისკენ და სიყვარულისკენ მოუწოდებს. მას ყოველთა ცხონება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლა სურს.
თითოეული ჩვენგანი გადარჩენისკენაა მოწოდებული და თუ რომელ გზას მივყვებით, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენი პირადი არჩევანია. ამიტომ ჩვენი არჩევანისა და თავისუფლების პასუხისგებლობაც გვეკისრება. მე არჩევანი გავაკეთე, ბერი გამختارიყავი. სხვამ ქორწინება არჩია, სხვა კი მისიონერობის გზას დაადგა, ვიღაც მოდელი ხდება. მოწოდება ცხონებას ემსახურება, ყველაფერი კი არჩევანის ამბავია, რასაც არ უნდა ვიქმოდეთ, ქრისტეს უნდა შეუერთდეთ. შეგიძლიათ მონაზვნ მოწოდებაზე ცოტა რამ გითხრათ? მონაზვნური მოწოდება, ისევე როგორც მღვდლობისკენ მოწოდება, ადამიანის თავისუფალი არჩევანისა და შინაგანი განწყობის საქმეა. ჩვენთან მონასტრებში ბევრი ახალგაზრდა მოდის, მათგან 1, 2 ან 3 გადაწყვეტს, რომ მონაზონი გახდეს. დანარჩენ 100 კი ეს არ სურს. მათ ოჯახის შექმნა აქვთ განზრახული. ეს მათი თავისუფალი არჩევანიდან და შინაგანი სურვილიდან ჩანს. ეს ახალგაზრდები ამჯობინებენ გამოსცადონ ეს გზა და ნახონ არის თუ არა ეს მათთვის. თუ შეძლებენ და თავს იქ იპოვიან, მონაზვნურ გზას აგრძელებენ. ხოლო თუ ვერ შეძლებენ, ესეც არ ნიშნავს, რომ მათთვის ხსნა არ არსებობს. ღვთის მოწოდება ჩვენი ცხონებისკენ, ღვთის სასუფევლისკენაა მიმართული და არა ცხოვრების რომელიმე კონკრეტული წესისკენ. სხვადასხვა გზა არსებობს და თითოეული ადამიანი იპოვის ისეც, რომელიც მას უკეთ შეესაბამება. მეუფეო, შესაძლებელია, რომ ადამიანმა მონაზვნური გზა გამოსცადოს და თავი ვერ გაართვას? პრაქტიკულ მაგალითს გულისხმობ. შემდეგ კი დაბრუნდეს საერო ცხოვრებაში, წარემატოს და ბოლოს მღვდელის გახდეს. რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევები არაერთი ქონია. იყვნენ ახალგაზრდები, რომლებმაც სცადეს მონაზვნობა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ეს გზა მათთვის შესაძლებელი არ აღმოჩნდა. თუმცა მოგვიანებით ისინი სასულიერო პირები გახდნენ და ამ მსახურებაში დიდ წარმატებას მიაღწიეს. ზოგი დაოჯახებული მღვდელი გახდა, ზოგი საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაერთო, ზოგი უნივერსიტეტში მოღვაწეობდა და ყველამ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თავის სფეროში. ესე იგი, თუ მონასტერში დარჩენა ვერ შეძელი, ეს არ ნიშნავს, რომ მღვდლობაში ხელი შეგეშლება. ცხადი არა, ნამდვილად არა. ამიტომაც გამოსდის ადამიანი თავს მონასტერში და თუ დარწმუნდება, რომ არ შეუძლია, ცხოვრების სხვა წესს აირჩევს, უბრალოებითა და თავმდაბლობით. მეუფეო, ნელ-ნელა ამ კვირის სახარებებზეც გადავიდეთ. ამ კვირის სახარება აღებულია მათეს სახარების მეოთხე თავიდან, მე-18 მუხლიდან 23 მუხლამდე. სახარება გვიამბობს, რომ უფალმა იესო ქრისტემ გალილეის ზღვის ნაპირას დაინახა ორი ძმა, სიმონ პეტრე და მისი ძმა ანდრია. თუ ამ ტექსტს ზედაპირულად წავიკითხავთ, შეიძლება მოგვეჩვენოს, თითქოს ქრისტე უბრალოდ ზღვის პირას ეირნობდა, მაგრამ ვიცით, რომ ქრისტე ჩვენსავით შემთხვევით არაფერს აკეთებდა. ჩვენ შეიძლება ზღვის სანაპიროზე სასეირნოდ წავიდეთ და იქ ნაცნობებით შემოგვხვდეთ. მაგრამ ქრისტეს შემთხვევაში ასე არ იყო. იგი ყველაფერს გამიზნულად იქმოდა და ყველაფერზე სრული ცოდნა და ხელმწიფება გააჩნდა. ასე რომ, იესო ქრისტე იქ სწორედ ანდრიასა და პეტრეს სანახავად მივიდა და არა რაიმე სხვა მიზეზით. ზღვის ჰაერის ჩასაყლაპად ნამდვილად არ წასულა. მივიდა, რათა ანდრია და პეტრე ენახა. როგორც გამოცდილი მეთევზე, რომელმაც იცის, სად არის თევზი, ისე გაემართა მათ მოსანადირებლად. თავისთან მისახმებად და აი, დაინახა კიდეც პეტრე და ანდრია, რომლებიც ზღვაში ბადეს ისროდნენ, რადგან მეთევზეები იყვნენ. მაშინ იესო უთხრა მათ, მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაქცევთო. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის სიტყვა, რომლითაც უფალი ყოველ თავის მორწმუნეს, განსაკუთრებით კი მღვდლობისკენ მოწოდებულ ადამიანს მიმართავს. სამღვდელო მსახურებას ორი ძირითადი ნიშანი ახასიათებს. პირველი ის, რომ ქრისტეს მივყვებით, მისი წმინდა ცხოვრების, მისი სიტყვების, საქმეებისა და მთელი მისი გზის ზუსტად მიბაძვას ვცდილობ. ყოველივეში ქრისტეს მივემსგავსებით და ის ადამიანთა მეთევზეებად გვაქცევს. სამღვდელო მოწოდების მეორე ნიშანი მებადურად ქცევაა. კაცთა მებადურობა ადამიანების ქრისტესთან მიყვანას ნიშნავს. ამისთვის მეთევზის ხელობა უნდა ვისწავლოთ. როგორც მეთევზე მიცის, რომ სხვადასხვა თევზს სხვადასხვა სატყუარა სჭირდება, ასეა სულიერ ცხოვრებაშიც. მე, რადგან ათონის მთაზე მეთევზეობაც მიწევდა, გარკვეული გამოცდილება მაქვს თევზებთან, ზღვასთან და ბადეებთან დაკავშირებით. ყველა თევზი ერთსა და იმავე სატყუარაზე არ მოდის. თითოეულს თავისი სატყუარა, თავისი მიდგომა, თავისი ბადე და თავისი დრო სჭირდება. ზოგ თევზს საღამოს დიჭერ, ზოგს დილით, ზოგს შუადღით, ზოგს კი შუაღამისას. ერთს ერთი მეთოდი შეეფერება, მეორეს სხვა. ასევე ეკლესიის მწყემსები, ჩვენი სულიერი მამები, მღვდლები და ეპისკოპოსები კაცთა მებადურნი უნდა იყვნენ, უნდა იცოდნენ, როგორ მიიყვანონ ადამიანები ქრისტესთან, არა ძალდატანებით, არა დაშინებით, არა ზეწოლით, არამედ უდიდესი სიმშვიდეთა და სითბოთით, სამოძღვრო და პედაგოგიური სიბრძნით, ისე, რომ ამ სულიერ ბადეში მოხვედრილი ადამიანები ქრისტემ მოინადიროს. ეს უნდა იყოს თევზაობა მარადიული სიცოცხლისთვის და ღვთის სასუფევლისთვის. მეუფეო, ეს ისწავლება? სწავლაც და საკუთარ ტყავზე გამოსდაც, ორივე ერთად.
ხედავთ როგორ მოგვიზიდა ქრისტემ თითოეული ჩვენგანი, რაოდენი სულიერი სიბრძნე, როგორი პედაგოგიკა, სამწყემსო გამოცდილება, სიფაქიზე და სიყვარული გამოიყენა ჩვენს ცხოვრებაში. უფალს ჩვენთვის ხელზე დანა არ მოუგჯენია, ტრავმა არ მოუყენებია, არ დაუზიანებივართ, შეურაცხყოფა არ მოუყენებია, არამედ გამოცდილი ქირურგივით ფაქიზად მოგვეპყრო და თავისთან მოგიყვანა. შემდეგ სახარებაშიც ვაკვირდებით როგორ მოქმედებდა თავად. არასდროს მავიწყდება ჩვენი ეკლესიის ერთ-ერთი მშვენიერი საგალობელი სამარიტელი დედაკაცის შესახებ. მასში ნათქვამია, რომ უფალი ჭასთან დაჯდა, ასე ვთქვათ, ტკბილად მოუბრობით მიიზიდა იგი. უფალი სიკეთითა და სიყვარულით იყო აღსავსე, თლიანად სიყვარული იყო. სწორედ საკუთარ მაგალითზე გვიჩვენა გზა, თუ როგორ უნდა მივიზიდოთ ადამიანები. კაცთა მებადურობა ხელოვნებაა. ეს საქმე სახელდახელოდ და სათანადოდ შესწავლის გარეშე არ გამოვა. ამიტომაც ჩვენ, სასულიერო პირები, უპირველესად ქრისტეს მიმდევრები უნდა ვიყოთ. უფალი რომ მოგვიწოდებს შემომიდე ქმე, აი ეს არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს. ჩვენი ცხოვრება ქრისტეს მიბაძვა უნდა იყოს და შემდეგ უკვე სასულიერო პირი თავისი წმინდა ცხოვრების მეშვეობით ადამიანთა მებადურიც ხდება. ეს ხშირად თავისთავად ხდება ღვთის მადლის მოქმედებით. თავად ღმერთი აღასრულებს ადამიანის თავისთან მოხმობის საიდუმლოებას. ახლა გავკადნიერდები და მორიგ შეკითხვას დაგისვამთ. ქრისტე ღმერთი იყო. თქვენ კი მოზღვრებმა შეიძლება შეცდომას დაუშვათ, რადგან ადამიანები ხართ. ამ შემთხვევაში რა იცავს ადამიანის სულს, როცა მოძღვარი შეცდომას უშვებს? ცხადია, ბევრ შეცდომას უშვებთ. შესაძლოა კი არა, ნამდვილად უშვებთ შეცდომებს. მაგრამ ღვთის ძალად სწორედ აქ ვლინდება ის საიდუმლოება, რომელზეც ხელდასხმისას ვისმენთ, მადლის აღმრთო ყოველთა სნეულებათა მაყურნებელი და ყოველთა ნაკურნებათა აღმავსებელი. იგი ჩვენს სნეულებას, უძლურებებს, ნაკურნებებს განკურნებს და აღავსებს. საკმარისია კეთილი განწყობა გქონდეს და შეცდომას შეგნებულად დაუდევრობისა და გულგრილობის გამო არ უშვებდეთ. სხვა რამაა, როცა შეცდომა ჩვენი კაცობრიობის სისუსტის ფარგლებში ხდება, ყველაფერს სწორად და სრულყოფილად ვერ გავაკეთებთ. ალბათ სწორედ ის უნდა გვახსოვდეს, როდესაც მოზღვრები განვეკითხავთ. რა თქმა უნდა, ეს საიდუმლოებაა. აქ თავად ქრისტე მოქმედებს და არა მხოლოდ ადამიანი. სწორედ ამიტომაც არ ეკისრება ადამიანს მთელი პასუხისმგებლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეცდომა ჩემი პირადი ბრალეულობით ხდება. ამიტომ არსებობს ეკლესიის საიდუმლოებრივი ცხოვრება. ვაი ჩვენს თავს, ადამიანის ცხოვრება, რომ ჩვენ სათნოებებზე იყოს დამოკიდებული, ყველაფერი საუკუნეების წინ ჩამოინგრეოდა და დაიშლებოდა. სახარებაზე განვაგრძოთ. გავაგრძელოთ. მათ მაშინვე მიატოვეს ბადეები და იესოს გაჰყვნენ. აი ეს არის ქრისტეს მოწოდებაზე პასუხის თავი და თავი. მყისვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას. არ უთქვამთ, მოდი ჯერ ვიფიქრებთ, ვნახოთ რა უყოთ ნავს, ბადეებს, თევზს, მამას, ყველაფერი მოვაგოროთ და შემდეგ მოვალთ შენთანო. მოვითათბირებთ, მოვაგორებთ ყველაფერს და მერე მოგძებნითო. ქრისტე ასე დამოკიდებულებას არ მიიღებდა. ამას სახარების სხვა ადგილასაც ვხედავთ, როდესაც ერთმა უთხრა, ჯერ მამის დამარხვის საშუალება მიეცა. ქრისტემ კი არ მიიღო ეს პასუხი. უფალი ადამიანის სრულ და დაუყოვნებლივ თანხმობას ელის, თავისუფალ, მაგრამ მკისიერ თანხმობას. ეს სიტყვები, მაშინვე მიატოვეს ბადეები, არის წარმატების გასაღები. სწორედ ამიტომ გახდნენ ისინი მოციქულები. მათ დაუყოვნებლივ მიიღეს ღვთის სიტყვა. ეს ნიშნავს, რომ მათმა გულმა ქრისტე იცნო და მოწოდება შეიბრძნეს. მიიღეს ღვთის ზღვენი და ნიჭი. ჩვენი მოძღვარი ამბობდა, ეს ესტაფეტას გავს, როგორც კი ხელში კეთს გადმოგცემენ, მაშინვე უნდა გაიქცე. თუ ფიქრებს მოყვები, როგორ დაიჭირო და როგორ მოირგო, დროს დაკარგავ, აიღე და გაიქეცი. წმინდა იონი კიბირსამწერლიც ძალიან ლამაზ სიტყვებს ამბობს მონაზნობის მსურველთა მიმართ. თუ ცეცხლი მიიღე, გასწი, გზას გაუდექი, რომ არ დაგეკარგოს და ცარიელი არ დარჩე. ანუ თუ ღვთის მოწოდება მგული აგინთო, დაუყოვნებლივ იმოქმედე. განჟიასა და ფიქრს ნუ დაყრდნე. თუ ყველაფერს ცივ და პირწმინდად ლოგიკურ ანალიზს დაუქვემდებარებ, მალე გაცივდები და მოწოდებას დაკარგავ. ასე იყო პეტრეს შემთხვევაშიც. როდესაც წყალზე სასიარულოდ უხმა, მაშინვე ტალღებზე იწყო სვლა. მაგრამ როგორც კი მისი ადამიანური ლოგიკა ამუშავდა და იფიქრა, რას ვაკეთებ, როგორ შეიძლება წყალზე დავდიოდეო, მყისვე ჩაძირვა დაიწყო. ეს იმიტომ, რომ რწმენა მოწოდების საიდუმლოების მიერ მოქმედებს. ბევრ მონაზონთან მისაუბრია და თითქმის ყოველ მათგანს ვეკითხები ხოლმე. როგორ მიიღეს ეს გადაწყვეტილება? უმრავლესობა პასუხობს, რომ ეს მათი ცხოვრების გზა იყო და ყოფმას არ გრძნობდნენ. ბუნებრივია ადამიანს საქმეების მოსაგვარებლად გარკვეული დრო დასჭირდეს, ვიდრე ნაბიჯს გადადგამდეს, თუმცა გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. გულში უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ ამ გზას დაუყოვნებლივ შეუდგება, როგორც კი საქმეებს მოაგვარებს. ამგვარად ღვთის მოწოდება მიღებულია და განხილვა და ყოფმანი აქ აღარ არსებობს. ამ მოწოდებას ადამიანი სრულად იღებს. სწორედ ესაა ღვთის ხმაზე ადამიანის პასუხი. შემდეგ სახარება თხრობას განაგრძობს. იქიდან რომ წავიდა, ქრისტემ კიდევ ორი ძმა დაინახა, იაკობი, ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე, რომლებიც
თავიანთ მამასთან ზებედესთან ერთად ნავში იყვნენ და სათევზაოდ ბადეებს ამზადებდნენ. და მან მათაც მოუწოდა, მათაც უთხრა: შემომიდექით მე. იაკობმა და იონემმა მაშინვე მიატოვეს ნავი და მამა და ქრისტეს გახვდა. აქ ეს კიდევ უფრო მკაფიოდ ხდება. იაკობმა და იონემ დაუყოვნებლივ დატოვეს არა მხოლოდ ნავი, არამედ თავიანთი მამაც და ქრისტეს შეუდგნენ. არაფერზე უფიქრიათ. სწორედ ეს მიღწეულად არის მნიშვნელოვანი და სულის შემძვრელი. მათ გადაწყვეტილებაში არ არსებობდა არავითარი ბზარი, არავითარი შინაგანი გაურება, როდესაც ქრისტეს გახვდნენ. მათმა გულმა სულიწმინდის მიერ შეიცნო უფალი. მაშინვე მიხვდნენ, რომ ვინც მათ უხმობდა, უბრალო ადამიანი კი არა, ღმერთი, მესია იყო. მეუფეო, გალილეა ხომ ისრაელის ყველაზე ჩამორჩენილი, ზნეობრივად, სულიერად და სოციალურად ყველაზე დაბალ რეგიონად ითვლებოდა. იერუსალიმელი ებრაელები გალილეველებს დაბიო ხალხად მიიჩნევდნენ. ქრისტე უფრო ასეთ საზოგადოებაში ჩნდება, თუ წესიერ და პატივსაცემ წრეებში. ერი, რომელს ხდა ბნელსა, იხილა ნათელი დიდი და რომელნი ხდეს სოფელსა და აჩრდილთა სიკვდილისათა, ნათელი აღმოუბრწყინდა მათ. უფალი იქ ჩნდება, სადაც ადამიანები ნაკლებად ელიან მას. ის არ მოქმედებს ადამიანური წარმოდგენებისა და სოციალური შეფასებების მიხედვით, არამედ იმ ადამიანის განწყობის შესაბამისად, რომელიც მის სიტყვას მოისმენს. ის ყველგან მივა, ოღონდ ადამიანი მოიხმოს, ის ადამიანი, რომელიც მზად არის მოისმინოს მისი სიტყვა და მისი მოწოდება. დანარჩენს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ანუ მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი ქვედაფენიდან მოდის თუ პატივსაცემი საზოგადოებიდან? ეს ყველაფერი ამქვეყნიური კატეგორიებია. მოციქულები სწორედ ამ ეგრეთ წოდებულ ქვედაფენიდან წამოვიდნენ, ხოლო პატივცემულმა საზოგადოებამ ფარისევლები და მწიგნობრები შვა. მეუფეო, რა არის სახარების ამ მონაკვეთის ძირითადი ჭეშმარიტება ღვთის მოწოდებასთან დაკავშირებით? თავარი სათქმელი აქ ისაა, რომ როდესაც ადამიანის გული ფხიზლადაა, ის ხვდება, რომ მას ქრისტე ელაპარაკება და მაშინ ეჭვს ადგილი აღარ რჩება. ამიტომაც არის პასუხი დაუყოვნებელი, მყისვე, ადამიანს აღარ სურს სხვაგვარად მოქცევა და გარკვეულწილად ვეღარც შეუძლია. რა თქმა უნდა, მას შეუძლია სურვილის შემთხვევაში უარი თქვას, მაგრამ გულში ისეთი ცეცხლი ინთება, რომ მისი შეკავება აღარ ძალუძს. ეს კოცონს წააგავს, ხანძარივითაა. როგორც თავად უფალი ამბობს, ცეცხლისა მოვედ მოფენად. ღვთის სიყვარულის ეს ალი კონტროლს არ ექვემდებარება. ეს ძალმოსილი ცეცხლია. გულის ასეთი სიფხიზლე საღმრთო ნიჭია? ეს ღვთის ნიჭიც არის და თავად ადამიანის შრომის ნაყოფიც. ჩვენც უნდა ვიზრუნოთ, რომ ცოდომ არ დაგვიმონოს. ცოდვა ნარკოტიკივით მოქმედებს, აბრუებს სულს, აძინებს მას და აკარგვინებს სიფხიზლეს, თითქმის მკვდარს ხდის. ხოლო როდესაც გული მიძინებულია, იგი ღმერთს აღარ გაეხსნება. მაგრამ ღმერთი სამართლიანია, არავის დაჩაგრავს და არავის მოექცევა უსამართლოდ. როგორც გამოცხადებაშია ნათქვამი, იგი მუდამ კართან დგას და აკაკუნებს, რათა გული გავუღოთ. თუ მის კაკუნს გავიგებთ, გავუღებთ. თუ მზად ვიქნებით და წადიერება გვექნება მისი კაკუნის მოსმენისა. ეს უკვე ახსენეთ, მაგრამ მინდა უფრო განვავრცოთ. რადგან ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. რას ნიშნავს დღევანდელი სიტყვები? რომელ სახნებავს შემოდგომად შემდა მოსვლა, უარყავ თავი თვისი. ეს უფლის ნაჩვენები გზაა მისი შედგომის მსურველთათვის. ქრისტეს რომ გავყვეთ, საკუთარი თავი უნდა უარყოთ და მაინც რომელი მე უნდა უარყოთ, არა ჩვენი პიროვნული უნიკალურობა, არამედ ძველი კაცი, ცოდვა და ვნებები. სწორედ ესენი უნდა დავთმოთ, რადგან ისინი სულიერად გვკლავენ, გვაძინებენ, გვაშორებენ ღმერთს, ღრმა უგრძნობელობაში გვძირავენ და არ გვანებებენ, რომ გულში რაიმე ღვთაებრივი შევიგრძნოთ. თქვენი აზრით, რა თვისებები ჰქონდათ მოციქულებს, რომ ასეთი მყისიერი გადაწყვეტილება მიიღეს? როგორც ჩანს, წმინდა მოციქულები სულიერად მომზადებულნი იყვნენ. ისინი იზრდებოდნენ სიმდაბლეში, მშობლების მორჩილებაში, მათ გვერდით შრომასა და ცხოვრებაში, იმ ეპოქის სუფთა გარემოში, მაგრამ ყველაზე მთავარი აქ მათი გულის მზაობა იყო. ისინი უბრალო, გულწრფელი და სუფთა ადამიანები იყვნენ, სულით უმანკონი და გულით სუფთანი. თუმცა ეს ხომ გარკვეული გზის შედეგი უნდა ყოფილიყო. ერთ დღეში ხომ არ მოხდებოდა? რა თქმა უნდა, ასეთი რამ წინასწარი მომზადებისა და ბრძოლის გარეშე არ ხდება. ისინიც ადამიანები იყვნენ, მათაც უწევდათ ბრძოლა საკუთარ თავთან, ძველ კაცთან, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, სისუფთავეს ინარჩუნებდნენ. ზებედეს ძეთა შემთხვევაში მათ მიატოვეს არა მხოლოდ საქმე, არამედ საკუთარი მამაც. აქ ჩნდება კითხვა, განა ეს არ იყო უგულებელყოფა, როგორც ხელობისა, რომელიც მათ საზრდო პულს აძლევდა, ისე მშობლობისა და ოჯახისა. არა, ეს უგულებელყოფა არ ყოფილა, რადგან უფლის ეს მოწოდება შეუდარებლად მაღლა დგას ამ ყოველივეზე, რაც მიატოვეს. მათგან მიტოვებულ მამაზე, ბადეებზე და ნავზეც უფალი იზრუნებდა. როდესაც ღვთის სიყვარულისთვის რაღაცას ვაკეთებთ, ღმერთი ითავებს ჩვენი არ ყოფნით გამოწვეული დანაკლისის შევსებას. სჯობს კიდეც ღმერთმა აიღოს ეს პასუხისმგებლობა, ვიდრე ჩვენ. როდესაც ჩვენ ვცდილობთ ყველაფრის მართვას, შეცდომებსაც უშვებთ და არეულობად შემოგვაქვს. ხოლო როცა ღმერთი მოქმედებს, ყოველივეს სრულყოფილად განაგებს. ასე დატოვეს ზებედეს ძეება, მამა, ნავი და ბადეები. გახდნენ ქრისტეს მოწაფეები და დანარჩენზე თავად ქრისტემ იზრუნა.
მაგრამ დღესაც ხომ ხედავთ განსაკუთრებით მონაზვნობის შემთხვევაში, რომ როდესაც ვინმე მონასტერში მიდის, ოჯახში ხშირად დიდი დაპირისპირება, კამათი და კონფლიქტი იწყება. ასეთ დროს როგორ მოქმედებს ქრისტე? ქრისტე არასდროს დაუშვებს ბოროტებას. სხვა შემთხვევებში შეიძლება ბევრი ცუდი რამ მოხდეს. ასეთ დროსაც შეიძლება იყოს ხმაური, კამათი და დაძაბულობა, თუმცა ღმერთი არ დაუშვებს ნამდვილ ზიანს. თავად იღებს პასუხისმგებლობას და ავსებს იმ სიცარიელეს, რომელიც ოჯახში ამ ადამიანის წასვლის შემდეგ დარჩა. მახსოვს, ვიღაც მეუბნებოდა, როდესაც სახლიდან წავედი, მამაჩემი 10 წლის განმავლობაში არ მელაპარაკებოდა. ჩემს მოძღვარსაც გადაეკიდა და ძალიან განაწყენებული იყო. თუმცა ბოლოს მოულბა, შეეგოა ამ ამბავს, მიიღო და ახლა თვითონაც სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს. ეს ბევრ ჩვენგანს გაუულია. ერთგვარი ღვაწლი და გამოცდაც იყო იმის შესამოწმებლად, გვიყვარს თუ არა ქრისტე ყველაფერზე მეტად. ეს იყო გამოცდა, რომელსაც ჩვენი ცხოვრების დასაწყისში გავდიოდით, როდესაც ქრისტეს შედგომას გადავწყვეტდით. განა ეს არ არის ყველაზე დიდი პირადი ბრძოლაც. როგორ ვისწავლოთ, რომ ნაკლებად დავეყრდნოთ საკუთარ ძალებსა და უფრო მეტად ქრისტეს მივენდოთ. დასაწყისში პირველ ნაბიჯზე ძალიან დიდი რწმენაა საჭირო. ღმერთი ხშირად უშვებს, რომ ჩვენი რწმენა გამოიცადოს. მამა სოფრონისგან მსმენია, რომ ეს გავს ადამიანს, რომელიც უფსკრულის პირას დგას და ქვემოთ ხრამს ხედავს, რომელშიც უნდა გადახდეს. გადაიწერს პირჯვარს, ხტება უფსკრულში და ფიქრობს, რომ ქაოსში ეშვება, მაგრამ როცა ძირს დახტება, მყარ მიწაზე აღმოჩნდება. მაშინ კი მიხვდება, რომ უფსკრული მოჩვენებითი იყო. სინამდვილეში იქ არანაირი უფსკრული არ ყოფილა, მხოლოდ ერთი ნაბიჯი იყო გადასადგმელი. ხშირად სწორედ ასეთია ნაბიჯი, რომელსაც ქრისტეს გაყოლისას ვთქვამთ. გონია, რომ ყველაფერი დაინგრევა, რომ მთელი ცხოვრება თავდაყირად ადგება, მაგრამ ჩვენ ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, რომ ყველაფერი ჩამოიშალოს ჩვენი ჩათვლით. ქრისტეს სიტყვისადმი რწმენამ იმდენად უნდა განგვამტკიცოს, შეგვეძლოს თქმა, ამას მაინც გავაკეთებ, თუნდაც ყველაფერი დაინგრეს და ბოლოს, რა თქმა უნდა, არაფერიც არ მოხდება. მაგრამ წმინდა სოფრონის სათქვამს რომ დავუბრუნდეთ, გადახტომამდე პირჯვის გადაწერაზე რაც თქვა. ანუ ეს გამბედაობის საკითხიც არის, ხომ? მან ღვთის ძალას მოუხმო. ეს ხომ გამბედაობაც იყო? გამბედაობაც და რწმენაც. ქრისტეს მოხმობა, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე და სწორედ აქედან იბადება სიმამაცეც. ორივე შემთხვევაში დღეს რომ სახარებაში მოვისმინეთ, ეს ადამიანები კეთილი განწყობის მქონენი იყვნენ. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს კეთილი განწყობა ჰქონდეს და როგორ მოვიპოვოთ. კეთილი განწყობა ჩვენი გულის გასაღებია. ეს ნიშნავს, რომ გულით ვამბობთ, მინდა ვიგემო, მინდა გამოვცადო, მინდა მივიღო ღვთის სიტყვა. ასეთი განწყობა ადამიანის მთელი სულიერი ცხოვრების შედეგად ყალიბდება. ცოდვა არა მხოლოდ ჩვენს ქმედებებს, არამედ ჩვენს შინაგან განწყობასაც აზიანებს. ის ცვლის ჩვენს შეგრძნებებს, სულიერ გემოვნებას, ხედვას, სმენას, თვალი და ყური იხშობა, სულიერი ხედვა და აღქმა ქრება. ცოდვა ყველა სულიერ შეგრძნებას აღშობს. ხოლო როდესაც გულს ცოდვისგან განწმენთ, ეს სულიერი შეგრძნებები კვლავ ცოცხლდება და მაშინ უკვე ხვდებით რა ხდება ჩვენ ცხოვრებაში და კეთილ განწყობასაც ვიძენთ. ზოგჯერ ვიღაცაზე ამბობენ, ეს ადამიანი ზედმეტად ავალია და სხვები იყენებენო. ეს ეკლესიაშიც გამიგონია. მახსოვს ერთი ბებია მეუბნებოდა, შვილო, ცოტა ეშმაკიც უნდა იყო. მაინც და მაინც კარგი რჩევა ვერაა, თუ ეშმაკის უზაკრობებთან ბრძოლას არ ეხება, სადაც სიფრთხილე და გონიერება ნამდვილად საჭიროა. მაგრამ მე ვხედავ, რომ ამ კეთილ განწყობილ ადამიანებს ეკლესიაში იქნებიან თუ მის გარეთ სათნოებები გააჩნიათ. კეთილი ადამიანები არიან, უმანკონი და უბოროტონი, მათი გული დაცულია. ხშირად შეიძლება შეხვდე კეთილ განწყობილ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ცოდვაში ცხოვრობენ. ღმერთი მათ იცავს, რადგან ცოდვაში საკუთარი ბოროტი ნებით კი არ აღმოჩნდნენ, არამედ გარემოებების გამო. ღმერთი მათ დაიფარავს, ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე ღვთის სიტყვას არ მოისმენენ და ეკლესიაში არ დაბრუნდებიან. ახლა ვხედავთ, რომ ოთხივე ადამიანი, რომელსაც უფალმა მოუწოდა, თავმდაბალი და უბრალო იყო. დღევანდელი ენით რომ ვთქვათ, უბრალო დღიური მუშები, ღარიბი, გაუნათლებელი და საზოგადოებისთვის თითქმის უჩინარი ადამიანები. მაგრამ უფალს სახარების საქმისთვის უმუშევრები და უსაქმურები არ მოუხმია. შეიძლება ამაზე უფრო დაწვრილებით ესაუბროთ. იმაზე, რომ უსაქმურები არ იყვნენ, უსაქმოდ არ ისხდნენ. რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი შეგნებულად გაურბის შრომას, ეს მისი სულის გარკვეულ სნეულებაზე მეტყველებს. ეს სიზარმაცე, გულგრილობა და სულიერი მცონარებაა, რაც არც თუ კარგი მდგომარეობაა. ადამიანი, რომელიც შრომობს, იღწვის და იბრძვის, საკუთარ სულსაც და სხეულსაც ამუშავებს და ავითარებს. ამიტომაც შრომა მხოლოდ ფიზიკური საქმიანობა არ არის, ის სულიერი საქმეცაა. სწორედ ამიტომ ამბობდნენ ძველი ბერძნები, უსაქმურობა ყოველი ბოროტების დედააო. ეკლესიის მამებიც და დიდი ასკეტებიც ასწავლიდნენ, რომ ადამიანმა უნდა იშრომოს. ერთ-ერთი მეუდაბნოე მამა კალათებს წნავდა და შემდეგ ხევში ყრიდა. ეს კალათები არც სჭირდებოდა და არც ყავდა ვინმე, ვისაც მიჰყიდა. მხოლოდ იმისთვის აკეთებდა, რომ უქმად არ დარჩენილიყო. შეგნებული და ნებაყოფლობითი უსაქმურობა ადამიანის სულს ძალიან აზიანებს.
ერთმა მოძღვარმა მითხრა, რომ თუ ადამიანი ძალიან ზარმაცია, უსასყიდლოთაც კი უნდა იმუშაოს, რადგან ეს მისთვის ერთგვარი შრომითი თერაპიაა. რა თქმა უნდა, დღეს ამას შრომით თერაპიასაც უწოდებენ. ზოგჯერ მithkoms კიდეც, იმუშავეთ და საჭიროების შემთხვევაში თავადაც გადაუხადეთ ხელფასი დამსაქმებელს მეთქი. კვიპროსში ქონია შემთხვევები, როდესაც მშობლები მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, ამუშავეთ თქვენთან ჩვენი შვილი და ხელფასს ჩვენ გადაგიხდით. ოღონდ მას უთხარეთ, რომ თქვენ უხდითო. ასეთი შემთხვევებიც გქონია. მშობლები, რომლებმაც იცოდნენ შრომის ფასი, თავად გვაძლევდნენ ფულს. ჩვენ კი რაკი დიდი შემოსავალი არ გქონდა, რომ ამდენი დამსაქმებელისთვის გადაგვეხადა, მათ შვილებს მშობლებისგან აღებულ ფულს უხდიდით ისე, რომ შვილებმა არც იცოდნენ სიმართლე. ეს ყველაფერი იმისათვის, რომ მათ შვილს ემუშავა. ეს მართლაც ბრძნული მიდგომაა, რადგან მათ ესმოდათ, რომ შრომა თერაპიაა, კურნებაა, შრომა უბრალო რამ როდია. სწორედ ამიტომ არსებობს მთელი სამეცნიერო მიმართულება, შრომითი თერაპია. ეს კურნავს ადამიანს, განსაკუთრებით კი დამღლელი შრომა იძლევა დიდ სარგებელს. ხშირად მგონია, რომ ქრისტეს სიყვარულზე პასუხსაც ერთგვარ აღებ მიცემობითად ავიქვათ. მე ამას მოგცემ, შენ კი იმას მომცემ. როგორ შეიძლება ქრისტე ისე გვიყვარდეს, რომ სანაცვლოდ არაფერს ველოდებოდეთ? სიყვარული უანგაროა. თუ ქრისტე გვიყვარს, მისგან არაფერს ვითხოვთ. არაფერს, სამოთხესაც კი. ჩვენ უბრალოდ გვიყვარს იგი და ეს ჩვენთვის ყველაფერია. მასაც უყვარვართ ჩვენ და ამ სიყვარულს გვიჩვენებს. წმინდა პაისი ყოველთვის ამას გვასწავლიდა. ღმერთი უანგაროდ ყოველი საზღაურისა და მოლოდინის გარეშე უნდა გვიყვარდეს და მისგან არაფერს არ უნდა ვითხოვდეთო. ერთხელ გითხრა, წარმოედგინეთ მეორედ მოსვლისას, ქრისტემ რომ გითხრას, სამოთხე გაივსო, ადგილი აღარ მაქვს, რა ვქნა, ვეღარ დაგატევთო. უანგარო ადამიანები უპასუხებენ. იქ არაფერი, ჩემო უფალო, იმითაც ვხარობთ, რომ სამოთხე აღივსო. ჩვენ მაინც აქ დავრჩებით და თუნდაც შორიდან გიყურებთ. მართლაც, ქრისტეს უანგარო სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. ასე ნათქვამი პირველად გავიგე. ეს მისი საყვარელი სწავლება იყო და მუდმივად ამას გვიმეორებდა. ზოგჯერ ასეც ვფიქრობთ, სირთულეები მაქვს, ამიტომ ცოტა მეც ვიმარხული. ახლობელი ავად მყავს და მეც ვიმოცე. ბოლოს და ბოლოს, ღმერთს სურს ჩვენთან ერთგვარი გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეს თუ არა? რასაც ვაკეთებთ, საბოლოოდ საკუთარი თავისთვის ვაკეთებთ. ღმერთი არაფერს იღებს არც ჩვენი მარხვისგან, არც ღამისთებისგან, არც გალობისგან და არც სხვა რაიმესგან. ყველაფერს საკუთარი თავისთვის ვაკეთებთ. სხვაგვარად, ეს იმ ექიმის შემთხვევას დაემსგავსებოდა, ავადმყოფს რომ ეუბნება, ჩემთვის ისუნთქეო. ჩვენ ხომ იმისათვის სუნთქავთ, რომ თავად ვიცოცხლოთ და არა იმისათვის, რომ ექიმა იცოცხლოს. ექიმს ჩვენი სუნთქვა არ სჭირდება, ასევე ღმერთსაც არაფერი სჭირდება ჩვენგან, მაგრამ თავისი უსაზღვრო სიყვარულით ისე განაგებს, რომ კეთილშობილება, შრომა და მოყვასის თავგანწირვა ვისწავლოთ. გვაძლევს შესაძლებლობას რაღაცის გაღება ვისწავლოთ. შემდეგ ამ ჩვენგან გაღებულ შესაწირავს იღებს და ზოგჯერ თხოვნასაც გვისრულებს, რათა მეტი გულმოდგინება აგვიძრას. მამა პაისი ამბობდა, როგორ მიჩუყებს გულს ღმერთიო. და ასეთი მაგალითი მოჰყავდა. ფიჭა თაფლითაა სავსე. ჩვენ თაფლს ვჭამთ, ცვილს კი პირიდან ვაგდებთ. შემდეგ ამ გადაგდებული ცვილისგან სანთელს ვაკეთებთ და ღვთისმშობელს უძღვნით და ღვთისმშობელიც იღებს ამ ჩვენს მცირე ზღვენს, რომელსაც ჩვენ ვერც კი ვჭამთ და ჩვენს თხოვნასაც შეიწყნარებს. ანუ იმასაც კი იღებს, რაც ჩვენთვის თითქმის არაფერია. ამით გვიჩვენებს, რომ ღმერთს უყვარს ჩვენი ზღვენი, მიუხედავად იმისა, რომ თავად მას ეს არაფერში სჭირდება. ღმერთი თვითკმარი და სრულია, არავითარი ნაგლულევანება არ აქვს და ჩვენგან არაფერს საჭიროებს. ეს ცხოვრების სრულიად განსხვავებული ხედვა. დიახ, ნამდვილად ასეა. როდესაც ქრისტე გამოგვარჩევს და მოგვიწოდებს, თქვენ თქვით, რომ ის პატივსცემს ჩვენს თავისუფლებასა და პიროვნულ თავისებურებებს. წმინდანები ერთმანეთის მსგავსნი იყვნენ. მაგალითად, შეგიძლიათ გითხრათ, რა განსხვავებები არსებობდა იმ წმინდანთა შორის, რომლებსაც პირადად იცნობდით. კონკრეტულად რა განსხვავება იყო წმინდა პაისისა და წმინდა პორფირის პიროვნებებს შორის? რა თქმა უნდა, არც ერთი ადამიანი არ გავს მეორეს. აი თვით მოციქულებიც რომ ავიღოთ, პეტრე სრულიად განსხვავდებოდა იოანესგან. იოანე ანდრიასგან, ანდრია თომასგან. თომას თავისი ეჭვები და მცირედ მორწმუნეობაც ჰქონდა. ღმერთი თითოეულ ჩვენგანს ისეთად იღებს, როგორიც ვართ და ისეთივეს გამგვწმენს. იგი ველურ ზეთისხილს ნაყოფიერ შინაურ ზეთისხილად აქცევს, მაგრამ ფორთოხლის ხედ არ გადააქცევს. მჟავე ფორთოხას ტკბილ ფორთოხლად აქცევს, მაგრამ არა კვიპაროსად. ქრისტე სწორედ ჩვენსავე პიროვნებას განწმენს, განაშორებს ვნებებსა და ცოდვას და გვაქცევს იმად, რაც სინამდვილეში უნდა ვიყოთ. ამიტომაც ქვია ამას ხსნა, რადგან პიროვნებას გვინარჩუნებს. ის გვიხსნეს და არ გვანადგურებს, სხვა ადამიანად არ გვაქცევს, არამედ განახლებულ პიროვნებად გარდაგვ.
თუ შეგხვედრია წმინდანები, რომელთა პიროვნულმა განსხვავებებმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე. რა თქმა უნდა, მაგალითად ეფრემ კატონაკელი. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებს რომ მოგაგონებდათ, სიყვარულითა და მადლით სავსე ადამიანი. თუმცა ხალხს არ იღებდა, არ სურდა, არ შეეძლო და თვითონაც როგორც ამბობდა, ღვთისგან კურთხევა არ ჰქონდა, რომ ადამიანების აღსარება მოესმინა. ხოლო მამა პაისი თავისი სენაკის კარს მთელი მსოფლიოსთვის ხსნიდა. მასთან ყველანაირი ადამიანი მიდიოდა. ორი დიდი წმინდანი, ათონის მთის ორი მნათობის, სრულიად განსხვავებული ხასიათების ადამიანები იყვნენ, თუმცა მაინც ორივე ღვთივგამორწნობილი მამა იყო. საინტერესოა, რომ ქრისტეც და მოციქულებიც ერთ რეგიონში, ნაზარეთის მახლობლად დაიბადნენ და თუ სწორად მესმის, ასაკობრივადაც ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. როგორ განვითარდა ქრისტესა და მოციქულებს შორის ეს ურთიერთობა? სანამ ღმერთისა და ადამიანის აბსოლუტური ნდობის ურთიერთობად გადაიქცევა, დაიწყო ეს მეგობრობით და შემდეგ სხვა საფეხურამდე მივიდა? რა ეტაპები გაიარა ამ ურთიერთობამ და როგორ უკავშირდება ეს დღევანდელობას? ამ ყოველივეს მთავარი საიდუმლოება სიყვარული იყო. როგორც საეკლესიო საგალობელიც ამბობს, სიყვარულის საკურელით იყვნენ შეერთებულნი მოციქულნი. მოწაფეებს ქრისტე უყვარდათ, ამას მონაზვნებაშიც ვხედავთ. როდესაც მონაზვნის მოძღვართან ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ მოძღვრის არ გვეშინია, მას არც როგორც მიუწვდომელ ავტორიტეტს უყურებთ. ჩვენ უბრალოდ გვიყვარს იგი და სიყვარულიდან იბადება პატივისცემაც, ურთიერთობის სიწმინდეც და ყოველივე დანარჩენი. მოციქულებმა ქრისტე ბოლომდე შეიყვარეს და ქრისტეს სიყვარულის გამო შეიყვარეს ერთმანეთი და მოყვასიც. ანუ, როდესაც ამბობთ, რომ ქრისტე შეიყვარეს, ეს ნიშნავს, რომ მას მიენდნენ. თქვენს მოძღვარზეც რომ აღნიშნეთ. სიყვარული ყველაფერს მოიცავს, ჩემო ნიკო. ეს ყოვლის მომცველი სიტყვაა. საზღვრები არ აქვს, ვერ გამოითქმის, ვერ აიხსნება, ვერ აღიწერება. ის გავს ზღვას, რომელშიც ყველაფერი თავსდება. საბოლოოდ შეიძლება ქრისტესთან სიახლოვე და დაშინაურება. თუ ეს არასწორია. რა თქმა უნდა, შეიძლება. სწორედ ამიტომ ესაუბრებოდნენ წმინდანები ქრისტეს ასეთი სიყვარულით. თუმცა ეს არ აუქმებს პატივისცემას და ღვთის წინაშე მოგრძალებას. ჩვენ სულის მომსვლელი კადნიერების მდგომარეობაში არ შევდივართ, არამედ მისი შვილები ხვდებით და ამავდროულად ვინარჩუნებთ სრულ პატივისცემას, სრულ მოგრძალებას და სრულ სიყვარულს, ყველაფერს ერთად. როგორ შეიძლება, რომ უბრალო მორწმუნეებმა ურყევი დარწმუნებულობა მოიპოვოთ, რომ ქრისტეს მიერ სიცოცხლის გამარჯვების შემდეგ სიკვდილი აღარ არსებობს? სიყვარული განდევნის შიშს. როდესაც სიყვარული მოდის, შედეგად სიკვდილის შიშიც ხრება და ქრისტე ჩვენს გულში მკვიდრდება. როგორც საღვთო ლიტურგიის ერთ-ერთ ლოცვაში ვამბობთ, დაიმკვიდროს ჩვენს გულში ქრისტემან. როდესაც ვეზიარებით უფლის ყოვლადწმინდა ხორცსა და სისხლს, თავად ქრისტეს ვიღებთ და ის ჩვენი გულის მუდმივი მკვიდრი ხდება. და მაშინ ყველაფერი იქ გულში აღესრულება. ხრება შიში, ხრება სიმხდალე, განქარდება ყველაფერი. არაფერი რჩება გარდა იმისა, რომ ყოველივესა და ყველაფერში ქრისტეა. მაშასადამე, სიყვარული ის სისხლია, რომელიც ჩვენში უნდა მოედინებოდეს. ამიტომაც ამბობს მოციქული, რომ სიყვარული ყოველივესე აღმატებულია. როგორ გავიმოსოთ მშვიდობიანად ეს წარმავალი? ძველი ადამიანი ძალიან მომწონს მოციქულის ეს სიტყვა, მშვიდობიანად. დიახ, როგორც ადრე ვთქვით, ქრისტე არ გვაზიანებს, არ გვანადგურებს, არ გადაგვტეხს, არ გვაშინებს. ძველი ადამიანის განძარცვა ტრავმულად არ ხდება, არამედ სრული მშვიდობითა და კურთხევით. ეს პროცესი ისეთი ფაქიზია, კარგი ქირურგის შემთხვევას მოგაგონებთ. ხომ იტყვიან ხოლმე ვინმე ექიმზე, ოპერაცია გამიკეთა და თითქმის ვერაფერი ვიგრძენი, ისეთი მსუბუქი ხელი ჰქონდაო. მან პატივისცა ჩემს ტკივილსა და პიროვნებას. ქრისტეც ასე მოქმედებს და გაცილებით მეტადაც გვიფრთხილდება. ის აბსოლუტურ პატივს ცემს ჩვენს პიროვნებას, არ გვაყენებს ჭრილობებს, არ გვარცხნევს, არ გვანგრევს და განზრახ არ გვტკენს. ხშირად გვესმის ასეთი სიტყვები. თუ ქრისტე შეიცანი, მაშინ გადაწყვეტილებაც უნდა მიიღო. მაგრამ ზოგჯერ ქრისტიანები ხვდებით. მოწოდებას ვიღებთ, ეკლესიაში მივდივართ, თუმცა კონკრეტული ნაბიჯის გადადგმის გვეშინია. აქ ორ რამეს ერთმანეთში ურევთ. პირველია ქრისტეს სიყვარული. ეს მოცემულობაა, ეს ასეც უნდა იყოს. ახლა მეორე ამბავი ისაა, გადავწყვიტო, რა ფორმით გავყვები ქრისტეს. ეს უნდა მოვიფიქრო, დრო მოვიტოვო გადასაწყვეტად. მონაზონი გავხდე, იქნებ მღვდელი, დავოჯახდე, ან იქნებ სულაც მეცნიერებას ჯობს. პილოტი ხომ არ აჯობებს? ამას როგორ მეავირჩე, მაგრამ ერთი რამ უკვე გადაწყვეტილია. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ქრისტე მიყვარს და მასთან მსურს. და ბოლო შეკითხვა. როგორ შეიძლება დღესაც ცოცხლად განვიცადოთ ის ისტორიული მოვლენები, რომლებიც ქრისტემ თავისი სამწლიანი მიწიერი მსახურებისას გვიჩვენა? ეკლესიის წევრად ყოფნა და წმინდა საიდუმლოებებში მონაწილეობა გულისხმობს, რომ ქრისტეს მთელი ცხოვრების გზას გავდივართ. როგორც ერთ-ერთი მამა ამბობს, ქრისტეს ყველა ასაკს გავდივართ.
ანუ მისი მთელი ცხოვრება, შობა, ჯვარცმა, აღდგომა და ყოველივე დანარჩენი. ქრისტესთან ერთად ნაბიჯ ივლი, მაგრამ ამას მარტო შენ არ გააკეთებ, არამედ თავად ქრისტე. სწორედ ამიტომ უნდა მივანდოთ ჩვენი ცხოვრება მის ხელს. ჩვენგან კი მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო: წარმოვთქვათ, მნებავს უფალო და ხელი გაუწოდოთ. აღდგომის ხატაზე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. ჯოჯოხეთიდან ამოყვანის მომენტში ქრისტე ადამსა და ევას ხელის გულზე კი არ ეხება, არამედ მაჯაშია ჩაჭიდებული. რატომ? იმიტომ რომ ამით აჩვენებს, რომ ადამი და ევა მკვდრები იყვნენ. ცოცხალ ადამიანს ხელის გულით ჩაჰკიდებ ხელს. მკვდარს მაჯაში ან კლავში ეჭიდები და ისე ამოყავს. ეს იმის სიმბოლოა, რომ ჩვენ საკუთარი ძალით არაფერი ძალგვიც. ჩვენ მხოლოდ სურვილი გაგვაჩნია. ქრისტე კი გვტაცებს ხელს, კლავში გვეჭიდება და აღგვადგენს. დიდი მადლობა მეუფეო. მეც გმადლობთ. Thank you.